ეს არის თერაპიული ზღაპრების და იგავების არხი. მე ვარ ფსიქოთერაპევტი ნინო კანდელაკი. დღეს გთავაზობთ ზღაპარს ბავშვებისთვის. ამ ზღაპრის თემები არის ბულინგი, თანატოლებთან ურთიერთობის პრობლემა, არასრულფასოვნების განცდა, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. ზღაპარი შეადგინა ფსიქოლოგმა სოფო ჩიქოვანმა. ზღაპრის სათაურია ქუნქულა ღრუბელი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიკომენტარეთ, მოწონების შემთხვევაში გააზიარეთ. ქუნქულა ღრუბელი. დიდი ხნის წინ ზღვებს და მთებს ზემოთ, მზის და მთვარის მეზობლად, ცის სამეფო ღრუბელეთში პატარა ქუნქულა ღრუბელი ცხოვრობდა. ის ძალიან მხიარული და უდარდელი იყო. ყველაზე მეტად ცაზე სეირნობა უყვარდა. დედა ფრთაქად ქათასა და მამა გრუხუნასთან ერთად. ისინი მთელ ცაზე დაცურავდნენ და ზღაპრული ხედებით ტკბებოდნენ. ერთხელ ქუნქულა მშობლების გარეშე წავიდა სასეირნოდ. სიმაღლიდან საოცარი სანახაობა იშლებოდა. არაფერი სჯობდა ყინულის მუზარადიანი მწვერვალების, მოლიცლიცე ზღვის, მოღაღანე ყანების და მოფუსფუსე ადამიანების ცქერას. განსაკუთრებით მასავით პატარა ბავშვების თამაშით და მხიარულებით აღფრთოვანდა. ძალიან მოუნდა მათთან ერთად ყოფნა. მიქუნქულდა და გაეცნო. გამარჯობა, მე ქუნქულა მქვია და ცაში ვცხოვრობ. ძალიან მინდა თქვენთან თამაში და მეგობრობა. და რა შეგიძლია? კითხეს პატარებმა. რა ვიცი? არ ვიცი. დაიბნა პატარა ღრუბელი. კლასობანას თუ თამაშობ? არ ვიცი, არასდროს მითამაშია. ფეხბურთს? ფეხები არ მაქვს და აბა როგორ? მაშინ ჩვენთან რა უნდა ითამაშო? თუ არაფერი შეგიძლია. ან შენთან მეგობრობა რატომ უნდა გვინდოდეს? მზეს რომ ამოეფარები ხოლმე და წვი მომოდის. თამაშიც რამდენჯერ შეგვიწყვეტია შენს გამო. არა, შენნაირი მეგობარი ნამდვილად არ გვჭირდება. უთხრეს პატარებმა. დაღონებულმა ღრუბელმა იქაურობა დატოვა. თავს საშინლად გრძნობდა. როგორ უნდოდა ბავშვად გადაქცეულიყო და ეთამაშა. არავის უყვარვარ, არავის ვჭირდებიო, გაიფიქრა და ცხარე ცრემლები გადმოსცვივდა. უცებ ძალიან შორს გადაკარგვა მოუნდა. ალბათ მშობლებსაც არ უყვარვარ, უბრალოდ ვეცოდები. აბა რა შესაყვარებელი ვარ თუ არაფერი შემიძლიაო. ამ ფიქრებით დახუნძლულმა და დარდით დამძიმებულმა ღრუბელმა დიდი მანძილი განვლო და ცხელი უდაბნოს თავზე აღმოჩნდა. საშინელ გულის ტკივილს გრძნობდა. ცრემლი ღაპაღუპით სდიოდა. იმდენი იტირა, რომ უდაბნოს მიწაზე პატარა ლურჯი ტბა გაჩნდა. მანამ მტიროდა, სანამ უცნაური ხმა არ შემოესმა. მადლიერებით სავსე სიტყვები ცამდე აღწევდა. გმადლობ, ქუნქულა ღრუბელო. შენ ყველა დაგვარწყულე და სიცოცხლით აგვავსეო. ქვევიდან ეძახდნენ ფრთოსნები, ცხოველები და მცენარეები. ქუნქულას არ სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მის თავს ხდებოდა.
პატარა ღრუბელს გაუმარჯოს, პატარა ღრუბელს გაუმარჯოსო, გაჰყვიროდნენ ერთხმად. ახლა კი იგრძნო, რომ მასაც შესძლებია სხვებისთვის სიხარულის მოტანა. რა ბედნიერება ყოფილა, როცა ვიღაცას ჭირდები და თურმე როგორ მელოდებოდნენო. უცებ გული დიდი სიყვარულით გაევსო, მთელი ქვეყანა უყვარდა. ყველაზე კარგი ღრუბელი ხარ, გვიყვარხარ და შენთან მეგობრობა გვინდაო, არ ჩერდებოდნენ უდაბნოს ბინადრები. ბედნიერმა ქუნქულამ სიყვარულით მოავლო თვალი იქაურობას. გულთბილად დაემშვიდობა და თავის საყვარელ მხარეს, ღრუბელეთში დაბრუნდა. ბავშვებზე ნაწყენი აღარ იყო. ღრუბელეთში მზე ანათებდა. საშინელი ხვატი იყო. წვიმას ნატრობდნენ. ქუნქულამ მიწაზე ზაფხულის შხაპუნა წვიმა დაუშვა და ყველა გაახარა. პატარები მხიარულად დახტოდნენ წვიმაში და ხელებს ცისკენ იწვდიდნენ. პატარა ღრუბლისკენ, რომელმაც მათ სიხარული მოუტანა. საყვარელო ღრუბელო, არ წახვიდე, გთხოვთ, მოდი ვითამაშოთ. ბავშვების ეს სიტყვები ქუნქულასთვის ყველაზე დიდი ჯილდო იყო. ის მიხვდა, რომ საკმარისია რამე გულით მოინდომო და ყველაფერი გამოგივა. მზიან დღეებშიც ცაზე მხიარულად დაცურავს პატარა ღრუბელი. ქვემოთ მწვანე მდელოზე პატარები დარბიან და ციურ მეგობარს ხან დაჭერობანას ეთამაშებიან, ხან გასწრობანას, ხან დამალობანას. ცელქი ღრუბელი ხან გაუჩინარდება, ხანაც მთის წვერს მიფარებული ისეთი შეცვლილი ფორმით გამოყოფს თავს, რომ პატარებს ხან უზარმაზარი ბატიბუტის მარცვალი, ხან ფისო და ხანაც გემი ჰგონიათ და გაოცებულები შეჰყურებენ მანამ, სანამ მეგობრის ნაცნობ ღიმილს არ დაინახავენ მის შეცვლილ სახეზე. ასეთი ჯადოსნობები მარტო ჩვენს ქუნქულას შეუძლიაო. ხარობენ პატარები და ქუნქულაც ბედნიერია. ასეთი იყო ჩვენი ზღაპარი ქუნქულა ღრუბელზე. მოასმენინეთ თქვენს პატარებს, მოგწერეთ, დაგვიკომენტარეთ როგორ მოგეწონათ, მოიწონეთ ჩვენი არხი და გააზიარეთ.